Čemo te duleto Kulisa guledana lamisa momentos Čemi bariskite Xavsiani eso Zveli ჯაჯვის ხიდი არ მოუშალო ღმერთო მომენატრე ძლიერ გეფერები ბევრსო ძველებურად შვიდად თვლებს ბავშვობის ეზო შემოვირბენ გელად სათაფლის მთევსო რიონის ბრის შუმად უხმოდ დავღრიცრემსო Ravinatro სხვა ზედაგნათი სიხარულის მზე ოცნებებით ანთებული დღე ერთადერთო ჩემო სიცოცხლე Puthaiso čemo deduleto Kulisa guledan lamisa momentos Cisper შემოვავლე ბავთას ნატვრის ხესო შენ გიმღერებისევ გიორგობის თვესო Ravinatro სხვა ზედაგნათი სიხარულის მზე ოცნებებით ანთებული დღე აი ასე მე მგონი პირადად მე მომიძღვნეს ჩემმა არაჩვეულებრივმა სტუმრებმა ეს სიმღერა თუმცა ქუთაისი ჩემთვის მამულეთია და მთელი სამყაროა ჩემთვის ქუთაისი მოკლედ მოვკითხვა მთელს ჩემს საყვარელ ქუთაისს აქედან თბილისიდან და სრულიად საქართველოს რომელიც გვისმენს ყველგან სადაც არ უნდა იყოთ შეგიძლიათ FM 105.9-ზე სწორედ ჩვენ დაგვიჭიროთ თუმცა იმედი ჯიზე და მაი ვიდეო ჯიზე ასევე მაგთის 53 არხზე დაგვინახავთ კიდეც ლაივის საშუალებით და ჩემს არაჩვეულებრივ სტუმრებთან ერთად მე უკვე სტუდიაში ვარ მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო ვინც ხედავს ალბათ ძნელი მისახვედრი არ არის თუ როგორი აღმოჩენა მყავს ახლა მე ეთერში თუმცა ვინც გვისმენს გეტყვით რომ ანსამბლ ბასიანის სოლისტი ზვიად მიჩილაშვილი შვილთან ნინა მიჩილაშვილთან ერთად და მის მეუღლესთან ერთად თამარ სოხაძესთან ერთად გვესტუმრდნენ დღეს და ძალიან დიდი მადლობა უდიდესი სიამოვნებაა ჩემთვის თქვენთან ერთად ყოფნა თქვენი სიმღერის მოსმენა და არ ვიცი ალბათ დღეს ნინაზე მეტი მექნება სასაუბრო იმიტომ რომ ჩემთვისაც აღმოჩენა იყო ნინა ზოგადად პროექტი მიმღერე რომლის ფარგლებშიც ამჯერად იმყოფებით ჩვენთან სტუმრად ეს არის პროექტი რომელმაც რაღაცა სრულიად საქართველოს კეთილგანწყობა მოიპოვა მე არ მეგულება ადამიანი რომლისთვისაც ეს პროექტი აი რაღაცა ისეთია არა ყველასთვის ნამდვილად საყვარელია ეს აისახა მის რეიტინგზე და სიყვარულზეც კი ნამდვილად ეს კეთილგანწყობა ხალხისა მე მგონი სიტყვა არ ჩაგაკვეხებინეთ რაღაც მოგიწვიეთ და სულ საუბრობ ასე რომ გაგვს საშუალება რომ მოგვესალმოთ და კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გითხრათ რომ ჩვენი სტუმრები ხართ გამარჯობა მივესალმებით თქვენს მსმენელს ერთგულს მსმენელს და ასევე მაყურებელს ვინც სტრიმს უყურებს ძალიან დიდი პატივი არის ჩვენთვის თქვენს გადაცემაში მოგობა და მადლობა მინდა გადაგიხადოთ
ჩემი და ჩემი ოჯახის სახელი. ძალიან დიდი მადლობა. მოკლედ მე ალბათ ზვიათთან მით უმეტეს ბევრი მაქვს ასაუბრო, იმიტომ რომ არაერთ პროექტს შემიძლია შევეხო, როგორც ბასიან, ასევე Georgian Six და ასე შემდეგ ყველაფერზე შემიძლია ვისაუბრო და ალბათ ამისთვისაც დაგვრჩება დრო, თუმცა მიმღერეს ირგვლივ მაინც მინდა რომ უფრო მეტი ვიტრიალოთ, რადგან ოჯახთან ერთად ხართ და სწორედ რომ თქვენი გაერთიანება მუსიკალურად, ну სახში ალბათ ეს ყველაფერი ისედაც ხდებოდა და რაჯობია თქვენთან სტუმრობას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაყურებლისთვის ეს ხილული გახდა სწორედ პროექტ მიმღერეს საშუალებით. როგორ დაიწყო დათანხმება ოჯახში? შერჩევა. მე წინააღმდეგივე. რაღაცა ასეც ვფიქრობდი, იმიტომ რომ სიმღერა რომელსაც ვისმენდით თქვენი შესრულებით, რითაც დავიწყეთ გადაცემა. რაღაცა ისე კრიტიკულად იყავით სახეზე დაგეტყვით, რომ ვფიქრობ, რომ ნამდვილად თქვენი დათანხმება იქნებოდა რთული. კი, იმიტომ რომ მე არ ვარ მუსიკოსი და რაღაცა ჩემთვის ცოტა ისეთი რთული ამბავი იყო. მიკროფონი ცოტა ახლოს თუ შეიძლება? ვიფიქრე რომ ჯობდა ზვიადი და ნინა გასულიყვნენ, იმიტომ რომ ორივე მღერის და რაღაცა ის მუსიკოსობას აპირებდა ზვიადი მუსიკოსი. მე გაკვეთილებში ვარ, ჩავატარებ სკოლაში ვიფიქრე არ მინდა სმენელის რანგში გერჩივნათ, რა? ჩვეულებრივად ვიგრძნობდი სმენელის რანგში თავს, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამითანხმდა. აქ ჩვენმა მეგობარმა ივაშკაცა პასიანის წევრმა ჩვენმა გელადონაძე. გელადონაძე და მოკლედ ისე თქვა რომ უკვე უარი არ გამოდიოდა. გელას გამოცდილება აქვს პროექტის რომელიც რა ვიცი ძალიან ხათრი ვეღარ გავხდი. გაამართლა თუ არა? მე უდიდესი სიამოვნება მივიღე, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მართლა ძალიან დიდი სიამოვნება იყო ამ პროექტში მონაწილეობა და ახლა პირიქით ვფიქრობ, რომ კიდევ კარგი რომ დავტახდი. მართლა ხო? მე მესმის ნაწილობრივ, იმიტომ რომ ველოდები ჩემი შვილი როდის ამღერდება და მე მესმის რა განცდა შეიძლება იყოს ის, როდესაც მეუღლესთან ერთად და შვილთან ერთად სცენაზე დგახარ და მღერი ალბათ ამაზე დიდი სიამოვნება არ ვიცი რა შეიძლება იყოს. მეც რამლა დავიღურებოდი. არ ვიცი სიმღერის გაგრძელების საშუალება თუ მექნებოდა, იმდენად დიდ ემოციას იწვევს ეს ჩემთვის და თქვენი არაჩვეულებრივი შვილი, რომლითაც მართლა მოხიბლული ვარ ეთერს გარეთ. თქვი ეს ყველაფერი და აღვნიშნე, მაგრამ არ შემიძლია რომ ისე ჩავუარო და მხოლოდ ეთერს გარეთ შემოვიფარგლო ამ ყველაფრით. ნინა ნამდვილად იყო ჩემთვის აღმოჩენა და ალბათ არა მარტო ჩემთვის. ჯერ ასეთი სასიამოვნო გარეგნობის გოგო, რომელიც ასე ლაღად, ასე თავისუფლად, ასე ოსტატურად, ასე პროფესიონალურად ასრულებს სიმღერას და პირველად რომ ხედავდი სცენაზე ეს იყო რაღაცა ჩემთვის ძალიან დიდი სიამოვნება. ნინა ყოჩაღი ხარ და მინდა რომ ეს გზა რომელიც ახლა დაიწყო ახლა ხანს დაიწყო ძალიან გრძელი იყოს და წარმატებებით დატვირთული. უღრმესი მადლობა. ანუ მოდი ნინაზე გკითხავთ. როდის აღმოჩნდა მაშინ, როდის დაინახეთ რომ ნინა ამ გზას ადგა და მაშინ სიმღერის ნიჭი იყო? სიმღერის ნიჭი ქონდა და პატარაობიდან. ძალიან პატარა უკვე, აი როგორც კი ამოიდგა მღეროდა მართლა ხო? კი, მაგრამ ესე რაღაცა მუსიკოსობა არ გვიფიქრე არც ერთ, იმიტომ რომ თვითონაც არ მოდი ვიტყვის მამაღლა ძალიან ზარმაცი ბავშვი იყო და მუსიკას ბევრი მუშაობა ჭირდება და ესე სკოლაში გაკვეთილები ეზარებოდა რაღაცა მე კი მიხვდით რატო ეზარებოდა იმიტომ რომ სხვა რამის კეთება უნდა და აღმოჩნდა იმიტომ რომ ისე გახდა 15 წლის 14 წლის რომ სამუსიკო სკოლაში არ მიგვიყვანია სიმღერაზე არ გვიტარებია მე ვასწავლიდი სახლში ასე ჩვენთვის ვღიღინებდით და უმღეროდით რა ესე რომ ღეროდა კი ხმებში კარგად გვიწყობდა და უბრალოდ ასე მივყვებოდით და მე როცბად განაცხადა რომ უნდა სიმღერა ვიფიქრე რომ რაღაცა ამოუვა რაღაც მობეზრდება და ამიტომ ჩვენ მეგობრებთან მორიგი ახირება გეგონეთ ხო მორიგი ახირება მარტო იმიტომ რომ 1000 რამეზე ფანდურზე ცალკე ვატარეთ დაანება თავი ცეკვაზე ცალკე ვატარეთ დაანება თავი მე წავიყვანეთ ჩვენს მეგობართან სტუდია დიანა გიორგაძეს და დიკოს მეჯვარე ვარ ჩემი ბავშვობის მეგობარია და ჩემი საყვარელი და დიანასთან ყავდა რამდენიმე თვე იქ იმღერა და ესე დაანება თავი და გითხრა რომ არა მე სერიოზულად მინდა მოვკიდო ხელიო ავიყვანეთ სამუსიკო სკოლაში საწყალი ანა ტაბატაძე ძალიან გავაწევთ იმიტომ რომ მივიდა არა ანა ტაბატაძეზე ვამყვები ჯერ რომ მივიდა და დავსვით პირველ კლასში 15 წლისა იყო პირველ კლასში და რაღაც მალევე წამოვიდა ცოტა კი მგონია რომ ეს პირიქით კარგიცაა როდესაც ესეთ შეგნებულ ასაკში მე ახლა ვფიქრობ რომ ძალიან ბევრ ამ ახლა რომ კიდე სოლფეჯიოზე მუსიკის ლიტერატურაზე თუნდაც საფორტეპიანო უკვე ახლა გავდიოდე იმ გზას
ახლა ნამეტანი დავაგვიანებდი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ნინას ასაკში მგონია რომ ბევრად შეგნებულად და ბევრად სხვა ხმებია, იმიტომ რომ ის ყველაფერი, რასაც ჰარმონიაში დავუშვათ სწავლობ, ის ყველაფერი სიმღერაში ისე გვხდება ჩვეულებრივ, რომ გაუაზრებლად შეიძლება აკეთებდე და იქ უფრო მეტი უკვე პრაქტიკაც როცა გაგდა რაღაცა ნანახი, მგონია რომ უფრო მარტივია და ნინა მგონი კარგი გადაწყვეტილება მიიღე, რომ თავის დროზე ფაციფუცით არ გაიარე ეს და ისე რომ აი და დაძალებით და ახკმაც რაღაცნაირი ყოველ შემთხვევაში მე მიჭირდა ამ ყველაფრის დაკავშირება სიმღერა რაღაცა ცალკე მათემატიკასავით ვსწავლობდი ამ ყველაფერს და მე ხმებში სიმღერას ყურით ვაკეთებდი და ამის შეერთება მგონია რომ რაღაც გამოცდილება ცოტა დროც სჭირდება და ნინას რაღაცა ეს სიბრძნე ქონია ჩვენ სწორი არჩევანი გავაკეთეთ რომ არ დავაძაბეთ ფაქტია რომ აი ძალით ტარება მასწავლებელთან რომ ნუ ძალით ტარებაც არ მიწევდა იმიტომ რომ დედა მყავს მასწავლებელი და იქედა მასწავლებლიდან მოსული მე დედა მიმატებდა კიდე და რა ჩემთვის ეს აი ნინა სხვათაშორის პირველად ვნახე რომ აი ესე ძალიან ესე გულისყურით აკეთებდა საქმეს ისე რომ არ დაგჭირვებია იმეცადინე აი მოდიოდა თუ არა იწყებდა მეცადინეობას კედელზე სულ გაკრული ქონდა სოლფეჯიოს რაღაცები რომ კარგად დაემახსოვრებინა გამოცდების აი ასეთი შრომის მოყარე თუ იყო ნინა მე არ ვიცნობდი მანამდე ეს ის არის როდესაც საქმეს ძალიან გიყვარს მივხვდით რის იკეთება შემდეგ უკვე ყველაფერი ამიტომ მე ყველას უსურვებ რომ სულ ერთია ეს რა პროფესია იქნება მთავარია სიამოვნებით აკეთებდე ამ დროს უკვე ყველაფერი ძალიან მარტივად და კარგად გამოდის ნინა შენი ემოციებიც გითხარი როდესაც სცენა ნუ ჯერ ერთი პროექტში სიხარულით გაქანდი თუ შენც გქონდა რყევები ჩვენ სამივეს ჯერ ჩვენ გვითანხმებდა მამა მე ჩვენ ვითანხმებით მამას რომ რაღაცა სამნი უნდა გავსულიყავით ჩემი ძმა მუშაობდა მეოთხე ხმა საჭირო იყო მაგრამ რაღაცა რამდენიმე ეპიზოდში რამდენიმეში კი ჩაგვეყვა მაგრამ ძალიანად ვერ შეძლებდა ნიკა ამიტომ ნიკა თავის საქმეებში იყო და მოკლედ აი ესე რაღაცნაირად მოგვარდით რომ всё გავდივართ და გადავწყვიტეთ და რთული იყო, მაგრამ სასიამოვნო იყო. თან ახალი იყო ყველასთვის. ეხლა მამაც ხა ჩანს ტელევიზიაში სადღაც, მაგრამ ესე ოჯახური თან რაღაცა ერთად სიმღერა, ნუ აქამდე ესე არ ყოფილა მართლა. და ამიტომ ნუ არ ვიცი. სცენაზე შენი პირველი დადგომა უკვე ამ ხელა აუდიტორიისკენ მთელი საქართველოს წინაშე. რა განცდა იყო? ძალიან ნერვიულობდი. რა და აი ძალიან უყელავდი. ემოციებსაც ვღელავდი სხვების როგორი ეს მოყვებოდა მას ჩემ დამღერს და ეს რაც ახალი გოგო ვიღაცა გაზო ღერის ახალი გადასარევი გოგო არ ვიცი შენ ნერვიულობდი მე უარესაც მე ნერვიულობდი იმაზე და ყველა ნერვიულობდი ეს რა არის ზვიად უფრო დიდი პასუხისმგებლობა და უფრო დიდი ძალაა როდესაც ოჯახთან ერთად სცენაზე დგახარ ძალა ალბათ რა თქმა უნდა პასუხისმგებლობაც არის დიდი მაგრამ ეს არის მე შემდეგში შემთვის ძალიან დიდი ძალის მომცემი, რომ შენი შვილიც რაღაცა იმ გზას ადგას, რასაც შენ და რა თქმა უნდა, ახლა ერთი-ორად გავაორკეცებ იმ შრომას, რა შრომაც უნდა ჩამედო მასში, იმიტომ რომ როდესაც ხედავ, რომ ეს უნდა და დაინტერესებული არის ადამიანი ზოგადად ამ შემთხვევაში შვილი, ხო? ეს მე შენს ძალიან დიდ სტიმულს გაძლევს იმისათვის, რომ უფრო მეტი იშრომო, უფრო მეტი გააკეთო. ეხლა სულ სადმე რომ მივდივართ და მოვდივართ, სულ ვცდილობ, რომ აი ხაც მოვდიოდით რაღაც მუსიკას მაროთ არხნიშვილის სიმღერებს ვასმენინებდი, იმიტომ რომ მისი პროფესიაა ეს, რადგან ეს აირჩია და უნდა რომ ჯაზს გაყვეს, ხო? ჯაზი არ არსებობს ფოლკლორის გარეშე, არ არსებობს რაღაცა უნდა ძალიან დიდი ცოდნა უნდა მიიღო. მინდოდა მეკითხა ბაზას რაც თვლით თქო და ცოდნა არის საჭირო, ამისთვის ინტელექტია საჭირო და ძალიან ბევრი სმენა, მოსმენა, ყველაფრის, ყველანაირი მუსიკის, აბსოლუტურად როკი იქნება, ჯაზი იქნება, ეს თუ ფოლკლორი იქნება, ყველაფერს უნდა უსმინოს ჩემი აზრით მუსიკოსმა, რომ შემდეგ და აქვე რა თქმა უნდა კლასიკური მუსიკით დავიწყებ ამ ყველაფერს და მე რეიზდება თვითონ მომღერლის გემოვნება. დიახ. რომელიც მე მის ნამღერშიც გამოისახება ასე შემდეგ. ინტელექტი, მუსიკალური ინტელექტი ნამდვილად. გინდა რომ იყო კარგი, უნდა ყველაფერს შეეხო და ყველაფერი გამოცადო, ნახო და თუ მხოლოდ ერთი რაღაც პროფილი გინდა ეს ნუ საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ახლა რაღაცა იმღეროს და ყოველ სიმღერას, მაგრამ
მე მომწონს ის რომ ნინაში არის ის რომ სულ აინტერესებს და ძალიან დიდი სურვილი მაქვს ერთხელ რომ ბასიანთან ერთად კონცერტზე გამოვიდეს და აუ რა იმღეროს კარგი იქნება ნინა შენსებულიც არის და საფიქრალია ჯერ სრული არის, მაგრამ არ ვიცი რა. რამდენად გაბედა ამის სამოცნებას ბედნიერი ძალიან მომინდა ახლა ნინა რომ მე პასუხი გასცე იმიტომ რომ ჩაფოებს აკეთებს კარგად მევიზნებს ასე ვთქვათ ტექნიკურად გამართულია უკვე ესე გამოსდის ამისთვის ძალიან მარტივია ეს ყველაფერი უბრალოდ რამდენიმე მე ცოტა მეშინია. ოდის ვიხდი მე ცოტა ისე გამომდის ჩემ შვილზე რა არა ძალიან მომწონს ხოლმე და კარგია მინდა რომ აი მე დაიწყოს და მე შევიდე სიმდიდრე რაღაცა არტილერიაში ასე ვთქვათ რასაც ჯაზის სამყარო ქვია და მუსიკის ნინა რა კარგი გადაწყვეტილი ესე გამოდის რომ რაღაც ეს პროექტი გახდა შენთვის ესე გამოვიდა კი საწყისი გამოვიდა მიმღერე ნამდვილად აი ამ პირველი გადაცემის გასვლის შემდეგ და უშუალოდ უკვე როდესაც ოჯახი მთლიანად გამოჩდით რა ზარები მიიღეთ, რა შეფასებები მოისმინეთ, ვინ გაგიჟდა, ვის გაეხარდა. თუ კი ვინმე დაკარგული ყავდა, ისინიც კი გამოჩნდნენ და წერდნენ, რომ ღმერთო ჩემო, გიცნობდით, მაგრამ ასე არ გიცნობდით. ხო, ნინა სხვათა შორის მართლა ხა ვიწრო წრეში ოჯახურ სიტუაციაში ყოველთვის მღეროდა, მაგრამ ეს ახლა არ ჩანდა. ერთი სიმღერა დიკოსთან მაშინ რო ჩაწერა, ის სიმღერა დატრიალდა და ის მორჩა. იმის იქით აღარ გაუკეთებია ის 2 წელი წყვეტა ქონდა მე ნინა მეცადინა. ნამდვილად რაღაცა ნინას შესაძლებლობებიც არ იცოდნენ და რაღაცა არ ელოდნენ და თან ჩვენ ესე საახლობლოშიც კი არ გავამხილეთ, ასე ვთქვათ, სიურპრიზად დავტოვეთ, ძალიან ახლობლებმა იცოდნენ რომ გავდიოდით პროექტში და უცბად ჩართეს ტელევიზორი და გამოვჩნდით ჩვენ. ხო, თუ კი ვინმე აი წლები არ გვენახა, წლები არ შეგხმიანებია, ყველა გვწერდა ნინაზე და ნინა ეს სადმალავდით ნინას. მართლა ძალიან კარგი. კონცერტები უნდა სხვათა შორის მინდოდა მეკითხა რომ რა განვითარება ჰპოვა, რა გამოიღო შედეგი. ძალიან ბევრი ადამიანი ჯერ უბრალოდ ზოგი გვირეკავს, ზოგი გწერს, ნუ მოლაპარაკებების რეჟიმში ვართ. აი მადლობას გვიხდის და ეს უკვე ჩვენთვის ძალიან დიდი იმედიც არის, სიხარულიც არის, ყველაფერი არის ადამიანი რომ რაღაცა კეთილი შეფასებით რომ გაფასებს და მხოლოდ ამადღირდა ეს პროექტი რომ აი არა მარტო ჩვენ ყველა მონაწილეს ყველა იმ ისეთი რაღაცებით იყო მომღერლებით დაკომპლექტებული ეს წლევანდელი მიმღერე რომ აბსოლუტურად ახლა რომ ვადევნებთ ხანდახან თვალს შეხვალ და იწერება მხოლოდ კარგი და ეს არის ყველაზე დადებითი პროექტია რაც კი აქ ამ პროექტს არ აქვს გამარჯვებული არ ყავს. ეს არის ძალიან კარგი, იმიტომ რომ აქ არ მიდის შეჯიბრი, აქ მიდის ერთმანეთის აი ესე ქართული იმით რომ თქვა ჟარგონით ერთმანეთის მოფერება. კი, ნამდვილად სიმღერით სწორი ემოციის გაცვლა. მაყურებელსაც ეს მოსწონს ამ პროექტში, რომ აქ არის მხოლოდ და მხოლოდ რაღაცა გათვლილი ოჯახურს, აქ არ არის გინდა თუ არა ის რომ ძალიან მაგარი მომღერალი და ქულები და შეჯიბრი და რაღაც პრიზი და ეს ძალიან კარგია. შეიძლება მოვიდეს ადამიანი, მოხდეს ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად არ არის რაღაც სფეროში, მაგრამ ოჯახის მხრიდან თუნდაც თამუნდა, ხო? არასდროს კონცერტზე არ გამოვიდოდა, მაგრამ აქ გამოჩნდა და ძალიან მივესალმები ასეთ პროექტებს და კიდევ ერთხელ მადლობას გადავხდი იმ საოცარ ხალხს ვინც ეს ამ ყველაფერს თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ეს ადვილი არ არის, ძალიან ბევრი დეტალია იქ რომ ეს გადაცემა გაკეთდეს, გადაიღონ და ასე შემდეგ და მადლობა მინდა მათ კიდევ ერთხელ თქვენი ეთერით გადაუხადო, რომ ასე იშრომეს, ამდენი იწვალეს იმისათვის, რომ ხალხს უბრალოდ ენახა ეს ჩვენი ოჯახი. ძალიან სასიამოვნოა ნინა, შენი გეგმები რა არის? როგორ მიუყვები ამ სფეროს ახალად მონაბიჯებს ასე ვთქვათ? ეს სწავლობ ახლა კონსერვატორიაში, ფრის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩავაბარე ჯაზის განხრით და ჯერჯერობით სწავლას ვაპირებ და მე რა უკვე აი არ ვიცი, ზუსტი ესე გეგმა და რაღაცა კონკრეტული მიზანი არ მაქვს. სატელევიზიო პროექტებმა შენს გულში რაღაც ადგილი დაიჭირა, მოსინჯავდი და უშუალოდ თუ კი აღმოჩნდებოდა. სიამოვნებით. რაღაც საინტერესო. კი, რამდენადაც სტრესულია ჩემთვის ეგეთი რაღაცები სიმართლე რომ ვთქვა.
იმდენად სასიამოვნოა და ძალიან მიხარია გულის სიღრმეში. იცი რა, ამ სტრესს მიუხედავად იმისა, რაღაც გამოცდილება და გიგროვდება, ეს მღელვარება მაინც ბოლომდე რჩება ადამიანს, რომელიც ახლავს სცენას, იმ პასუხისმგებლობას, რომელსაც შენ იღებ საკუთარ თავზე, რომ შენც სიამოვნო და შენი განცდილი სიამოვნება სხვას გაუზიარო. ჩემთვის ნამდვილად სასიამოვნო იყო თქვენი სტუმრობა. მინდოდა მეკითხა ზვიადისთვის, რომ აი როგორც თევზი წყალში, რომელი პროექტია თქვენთვის გულისხმობ, რომ თავისთავად არ იქნებოდით ბასიანში, არ იქნებოდით დაუშვათ ჯორჯიანსიკში, რომ ეს არ იყოს თქვენთვის ორგანული, მაგრამ აი რა არის ის, სადაც ყველაზე კარგად ზვიად მიჩილაშვილი თავს გრძნობს. ყველაზე სწორი პოზიცია მისთვის. ჩემთვის ანუ მუსიკალური მხრივ. დიახ, თავისთავად. ჩემთვის რა თქმა უნდა მეც ნინასი არ იყოს ბავშვობიდან დავიწყე სიმღერა ძალიან ადრე, დედაჩემიც მუსიკის მასწავლებელი იყო. ჩვენს ოჯახში ყოველთვის მღეროდნენ, მოკლედ მერი შილდელი თუ ხსმენიათ ალბათ ჩვენ პაპი და იყო, ანუ დედის მხრიდანაც დედა მყავდა და მამის მხრიდანაც ასე საგანძური მოგდგამთ ხო? ეს დედაჩემ მიმიყვანა პირველად ქართულ ხალხურ სიმღერას და ეს მე იმდენად შევიყვარე, რომ ამის ეს არის ბაზა თქვენი, ხო? შემიძლია. იქ ჩვენ ხა სამების გუნდშიც გალობთ, იმ გუნდშიც მღერი მე ჯორჯიანსიქსი ჩემთვის იგივე მეორე ოჯახია, რა თქმა უნდა სამების გუნდიც ასევე მყავს მოსწავლეები. მოვიკითხავ აქედან დუშეთში მყავს უამრავი. კი, ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით ყავდით ეთერში. მე ჩავდივარ და უზიარებ ჩემს სიყვარულს და გამოცდილებას და მუსიკას. ძალიან კარგი. შევძელით ერთი. მიხარია, მინდა თქვენ სარაჩვეულებრივ ოჯახს წარმატებები ვუსურო ერთად და ცალ-ცალკე. ბევრი საინტერესო პროექტი, ბევრი რაღაცა საინტერესო გზა, შემოქმედებითი გზა და ზუსტად გელოდებით ახალი ალბომის პრეზენტაციით იქნება თუ კონცერტის დასაანონსებლად იქნება თუ სხვა ბევრ სიახლეზე სასაუბროთ და ნინის ველოდები არ ვიცი, ნინის მინდა რომ ძალიან მალე ვიხილო. დავისიამოვნო. ყოველთვის დიდი სიყვარული თხოვარ თქვენს გადაცემაში და მადლობა ამისათვის, ესეთი სასიამოვნო აურა არის აქ, ესეთი მსმენელი გყავთ საოცარი და მადლობა. ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩემი დღევანდელი სტუმრები იყავით. ამიტომაც ჩვენ ახლა რეკლამაზე გავალთ და თქვენ დაგემშვიდობებით. დიდი მადლობა. და ხვამდის.